მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო, მაყურებლებო. ეს ბიზნეს ფეისია, საქმიანი პოდკასტი, სადაც საუბრობ ბიზნესზე ისე როგორც სინამდვილეშია. მე კი მისი ავტორი სერგო ავსეჯანიშვილი გახლავართ. მოკლედ, დღევანდელი პოდკასტი და როგორც ყოველთვის ხუჩაბათობით არის მოკლედ დაორგანიზებული DPT Consulting-ის მიერ. და მინდა აღვნიშნო სხვათა შორის, რომ აი ესეთი სერია გვაქვს ძალიან საინტერესო პოდკასტების, რომელიც ეხება სამართალს. და ვწევთ ისეთ საკითხებს, რომელიც მართლა საზოგადოებაში ტრიალებს და რაღაც გარკვეულ წუხილსაც იწვევს. დღეს მოკლედ მინდა წარმოგიდგინოთ DPT Consulting-ის კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, დამფუძნებელი დავით ყურაშვილი, რომელიც არის ამავდროულად მონაცემთა დაცვის ექსპერტი. და სხვათა შორის რაღაც არ ვიცი, ეხლა ხუმრობდით და პირველად ყავს ეთერში ადამიანი ჩაფხუტით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა დღეს ძალიან ბევრი იცნობს ამ ადამიანს. სუპერსკინია ჩვენი სტუმარი, Moto YouTube კონტენტის ავტორი. მოგესალმებით, მეგობრებო. მოგესალმებით, გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. კაი. და წინასწარ ორი სიტყვით ვთქვათ, რომ ვინც პირველად ხედავს, აქ ეს არ არის როგორც ყოველდღიურად ცხოვრობ, უბრალოდ ფორმატი არის ჩემი არქის ესეთი და მომიტევეთ, აქ ნახეთ პირველად რომ ვზივარ ჩაფხუტი. მეგობრებო, მეც ვერ ვიპოვე სხვათაშორის ამ ადამიანის რაღაც ჩაფხუტის გარეშე სურათი ვერსად ვერ მოვიძიე. მოკლედ, მე მინდა რომ დღევანდელი ჩვენი პოდკასტის თემა, რომელიც ძალიან საინტერესოდ არის მოფიქრებული, ეს არის მაყუჩი, სტილია თუ კანონის დარღვევა და მოდი აი ამ თემას დღეს გავშლით, გვექნება ძალიან საინტერესო დისკუსია და მინდა პრინციპში გადავცე სიტყვა უკვე ბატონ დავითს, რომელიც გაშლის ამ თემას. უფრო საინტერესოდ გაცილებით. მადლობა სერგო, მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმებით მსმენელებს და მაყურებლებს. თემა ძალიან აქტუალურია და ბევრისთვის მტკივნეული. მოგეხსენებათ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა და მაყუჩი, რომელიც აქტუალური არის როგორც ავტომობილისთვის, ისე მოტოტრანსპორტისთვის, დაწესდა გარკვეული შეზღუდვები, ხო? სანამ ამ თემაზე გადავალთ, ცოტა შორიდან დავიწყოთ, ზოგადად მოტოკულტურაზე მინდა რომ ვისაუბროთ. სუპერსკინი უკვე მრავალწლიანი გამოცდილების ბაიკერია, მეც პირადად როცა შევიძინე ჩემი პირველი მოტოციკლეტი, მახსოვს რომ ის ვიდეოებს უყურებდი და სხვათა შორის ბევრი რჩევა გამომადგა, რისთვისაც ახლა პირადად მადლობას გიხდი და სკინ შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ხო? როგორ ფიქრობ, როგორ ვითარდება საქართველოში მოტოკულტურა, საიდან იწყება, თუ არის ესეთი 10 წლის წერტილი მოტოკულტურის, ასე ვთქვათ, განვითარების კუთხით და არის თუ არა ეს მზარდი, იმიტომ რომ ერთს დავამატებ, აი ამას წინათ ზუსტად ჩემი პირადი სუბიექტური დაკვირვებით, მეგობარს ვეუბნებოდი, რომ აი ამ წელს მოტოსეზონი უკვე გაიხსნა, ამინდები გამოვიდა და ჩემი სუბიექტური დაკვირვებით უფრო მეტი ბაიკერია ქალაქში, ვიდრე წინა წელს იყო. იზრდება თუ არა ზოგადად და უფრო და უფრო ხდება თუ არა პოპულარული ეს სფერო? კი, იზრდება აშკარად. ვიტყოდი რომ საკმაოდ სწრაფადაც კი, თუ ხელოვნურად რაღაცებით არ შევზღუდავთ ამ ზრდას და არ შევშლით ხელს. 10 წლის წერტილი ძალიან რთულია, ასე რომ რაღაც კონკრეტული თარიღი ავიღოთ. მე დაახლოებით 10-11 წელია რაც ორბობლიანი ტრანსპორტით გადავადგილდები და მე როცა ვიყიდე, მაშინ მახსოვს რომ აი სულ ალბათ რავი 10-ეულობ, რამოდენიმე ასეული ალბათ მაქსიმუმ რომ ქალაქში მოტო ყოფილიყო. იმის მერე ბევრი რამ შეიცვალა. ყველა ვინც მაშინ ამ ტრანსპორტით გადავადგილდებოდით, რაღაცა წვლილი ალბათ შევიტანეთ, ცოტა და საბოლოო ჯამში მივიღეთ რეალობა, როცა ყოველწლიურად მართლა უფრო და უფრო მეტია. თუმცა გამიჭირდება რომ დაგეთანხმოთ იმაში, რომ აი წელს მაგალითად მე პირიქით საერთოდ ვერ ხედავ მოტოებს და ამას მივაწერ ზუსტად აი ჩვენი დღევანდელი შეკრების თემას, ძირითადი საკითხი რაც არის მაყუჩები. ძალიან ბევრი ადამიანი აი ამ აი ერთი შეხედვით ძალიან კომფორტული, სასიამოვნო, თან ცოტა გასართობი, მარტივი, ნაკლები ბენზინის მოხმარებით, სამსახურში და სახლში მარტივად წასასვლელი ტრანსპორტით გამოსვლისგან იკავებს თავს. და ეს არის სწორედ მიზეზი, რომ აი დაჯარიმება ხდება, ძალიან გაუგებარი არის ეს თემა და ძალიან გამიხარდა რომ მომიწვიეს, მადლობა კიდევ ერთხელ. აქ არის საუბარი ქარხნულ მაყუჩზე თუ უკვე გადაკეთებულ მაყუჩზე? მე გეტყვით რა არის არსებული რეალობა, თუმცა ალბათ თქვენს დამეხმარებით იმაში, რომ უფრო ესე ოფიციალურად, უფრო საბუთების, კანონის მიხედვითაც შევხედოთ და მე შეგახედებ ერთ-ერთი 10 წელზე მეტ წლის გამოცდილებიანი რაიდერის თვალით. ძალიან ბევრი მასალა ხდება, ადამიანი მობილური და კამერები უკვე არსებობს და ყველას შეუძლია რომ ჩართოს და გადაიღოს. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ვიდეოები, როცა ადამიანებს აჯარიმებენ კანონში მითითებული ტექსტის შინაარსის
მიღმა, ანუ ამის მიუხედავად. მაგალითისათვის აი დავიწყოთ ძალიან მარტივად 1-2 სიტყვით მონახაზი გავაკეთოთ. ანუ საუბარი არის იმაზე, რომ მაყუჩი არ უნდა იყოს ხმაურიანი და იმაზე, რომ ადამიანები, მოხუცები, ბავშვები, რა ვიცი, ქალები და კაცებიც ალბათ ყველანი ვწუხდებოდით ხმაურიანი მაყუჩით მოსიარულე, განსაკუთრებით ღამის საათებში მოტოებით და ავტოებით. რასაც ვერ შევედავებით, ანუ ფაქტია, რომ სამართლიანობა მოითხოვს, რომ ეგეც ვთქვათ, რომ აშკარად იყო ეს პრობლემა და მე ვთვლი, რომ დღემდე არის ისევ სამწუხაროდ და ვერ ხედავ რომ რეალობას, სადაც ამ კანონით ეს მოგვარდა, მაინც სამწუხაროდ. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სხვანაირად წარმომიდგენია მაგის მოგვარება, ну, მაგამდე ალბათ მივალთ. თუმცა რას გვეუბნება, ერთი არის რას გვეუბნება კანონი და ხალხმა, ვინც ავტომოყვარულები ვართ, ესე გავიგეთ, რომ მაყუჩი არ უნდა იყოს ხმაურიანი და უნდა იყოს ორიგინალი. აი ძალიან 5 წლის ბავშვს როგორც აუხსნიდით, ისეთი სიტყვებით და იმით ვთქვათ რა, შინაარსი რომ გადმოვცეთ. რას ნიშნავს ეს ორიგინალი აი? ბატონო? რას ნიშნავს ორიგინალი ასე? ხო, აი ძალიან საინტერესო არის. ორიგინალი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ქარხანამ, რომელსაც აქვს ლიცენზია, რომ დაამზადოს ამა თუ იმ ტიპის ნივთი, რომელიც რაღაცა ფარგლებში ჯდება უსაფრთხოების, ხმაურის დონის და გამონაბოლქვის და ასე შემდეგ. დაამზადოს ეს ნივთი. ეს არის ორიგინალი. ორიგინალი შეიძლება იყოს მაგალითად მაყუჩი, რომელსაც ამზადებს ამ მოტოს მწარმოებელი ქარხანა, იაპონური 4-ეული რაც არის, Honda, Kawasaki, Yamaha, რა ვიცი, ეს ევროპული მოტოები და ასე შემდეგ. და ასევე შეიძლება ორიგინალი მაყუჩი იყოს, მაყუჩი რომელიც დაამზადა Yoshimura, Me4-მა, რავი Brothers-მა, ძალიან ბევრი ბრენდი არის, რომელიც ასევე ამზადებს ორიგინალ მაყუჩს. და აქვე უნდა გავუსვათ ხაზი იმ ძალიან საინტერესო საკითხსაც, რომ გამორიცხული არის ამ ქარხნებს მისცენ ამ პროდუქციის გაყიდვის საშუალება ევროკავშირის ან თუნდაც ამერიკაში ან თუნდაც სხვა ქვეყნებში. სადაც ალბათ ყველა ვხვდებით, რომ ჩვენზე არანაკლებ უყვართ თავიანთი სმენა და ჯანმრთელობა და უფრო მეტ, ну, ყოველ შემთხვევაში ნაკლებ პატივს არცემენ საკუთარ სიმშვიდეს თუნდაც ღამის საათებში. მაგრამ რაღაცნაირად აღმოჩნდა, რომ იქ თურმე ეს დასაშვები არის და საქართველოში ეს დასაშვები არ არის. ეს არის ჩემი აზრით პირველი ყველაზე დიდი გაუგებრობა, რაც აი ამ მაყუჩების თემას ეხება. იმიტომ რომ გადაკეთებული აი ეს სიტყვა, რომელიც ამ კანონში ჩვენ უпростоრად აი ამ კანონთან, ამ კანონის ირგვლივ საუბრისას ხდება ხშირად. ჩემი აზრით და ჩვენი გაგებით მოიაზრებს იმას, რომ მე ავიღე ეს მაყუჩი, რომელიც შევიძინე ამა თუ იმ ქარხნის ნაწარმოები, თუნდაც მოტოს წარმოებლის, ან თუნდაც ავტომატ წარმოებლის და გადავაკეთე. კუსტარულად გადავაკეთე. კუსტარულად. გავუკეთე ხრელი, რომელმაც შეიძლება ხმა გაუზარდა, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. კი ბატონო. თუმცა, ну, ის რომ ზოგიერთი მწარმოებელი პირდაპირ ამ ავტომატ მაყუჩით აწარმოებს, ანუ უშვებს სალონიდან ამ მოტოს, ну, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ აქ უკვე დაცულია ყველანაირი ხმაურის და გამონაბოლქვის რაღაცა შესაძლო რისკისგან ყველა. რაიდერიც და სადაც გაივლის ეს მოტო, იქ მაცხოვრებელი ხალხიც. ამიტომ ეს ძალიან დიდი ბუნდოვანება არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აქ რაღაცა უფრო მეტი კონკრეტიკა იყოს თვითონ კანონის მხრიდან. მაყურებლისთვის ვიტყვი უბრალოდ, რომ აქ საუბარი არის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღოვათა კოდექსზე 119 მუხლზე, კერძოდ და სხვადასხვა აი ზუსტად რაც ქინი თქვა, ну, აქ თითქოს ერთი შეხედვით აი პრობლემურად არაფერი გეჩვენება, იმიტომ რომ პირდაპირ წერია, რომ იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული და აქ არის ჩამოთვლილი სხვადასხვა ნაწილები, მათ შორის მაყუჩი და ბოლოს ესე სრულდება, რომ იგი არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს ან და ქარხანა დამამზადებლის სტანდარტებს. როგორც მიხვდით, ისქენ შენ რაც აღნიშნე, ანუ ქარხანა დამამზადებლის სტანდარტი შეიძლება იყოს თუნდაც არა მაინც და მაინც ის ქარხანა, რომელიც მაგალითად მოტოციკლებს უშვებს, არამედ ის, ვინც მაყუჩების წარმოებით, სხვადასხვა მოტო აქსესუარების წარმოებით არის დაკავებული. ბუნებრივია, ის არის ქარხანა დამამზადებელი, ანუ ქარხანაც და დამამზადებელი, ცალ-ცალკე რა ვიყოთ ეს ორი სიტყვა, ანუ ვერანაირად სხვა ვერაფერი ვერ იქნება, ეს არის კომპანია, რომელიც აწარმოებს აი ამ კონკრეტული ტიპის მოხმარებისთვის განკუთვნილ ნივთს. რომელიც სრულიად შეესაბამება იმ ნივთს, რომელიც წარმოებული არის თვითონ აი ამ მოტო წარმოებლის მიერ. ეს რომ ესე არ იყოს, არც მოერგება, არც დააყენებდნენ ზედ და შესაბამისად კიდე ერთხელ იქამდე მივდივართ, რომ შეუძლებელი არის, რომ ისეთ ქვეყნებში, სადაც ბევრად უფრო მეტი დრო და ენერგია და ბიუჯეტი ეთმობა ადამიანის უფლებას, გამორიცხული არის, რომ იქ რაღაც დასაშვები იყოს და ჩვენ აქ ვამბობდეთ, რომ გვაწუხებს და აი როგორ. თუმცა, ну, კიდევ ერთხელ ვთქვათ რა, არ ვიცი, ალბათ ამაზე აზრები გაიყოფა, მაგრამ აი არ შეიძლება რომ ხაზი არ გაუსვათ. საქართველოში სამწუხაროდ რაღაცა პროცენტი მოტო და ავტომოყვარულის უბრალოდ არ ვიცი ვერ იაზრებს თუ ძალიჩვებიან ამას, მაგრამ აი ეს სადაც ახლა ვართ, აქ საინაღაც მოვედით, როგორღაც აქ მოვედით. და ისე გამოიწვია. რაღაცამ ეს გამოიწვია, ანუ არ შეიძლება რომ ეს პრობლემა ავიღოთ და ეს ხელში დავიჭიროთ და ყველას მიუტანოთ ამის მარტო ერთი მხარე, იმიტომ რომ ამას მეორე მხარეც აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ მე ამ კანონს არანაირად არ ვეთანხმები და არც მომწონს როგორც არის ფორმულირებული და ის კიდე ცალკე თემა არის, რომ აღსრულება ძალიან დაბალ დონეზე ხდება, ელემენტარული ეკიპაჟის წევრებს, პატრულის ეკიპაჟის წევრებს არ აქვს საზომი. და შენ მე თუ მეუბნები, რომ ეს არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტულ დეციბელს, ანუ რა მისი ხმა არ უნდა აღემატებოდეს რაღაცა დონეს, როგორ ყურით, როგორ შეიძლება, რომ ანუ საპატრულო ეკიპაჟის სმენაზეა დამოკიდებული? არ ვიცი სმენაზეა დამოკიდებული თუ არა, მაგრამ ძალიან ხშირად გაჟღერდა ვიდეო ჩანაწერებში, რომლებსაც რაიდერები დაჯარიმების დროს იღებენ, ძალიან ხშირად გაჟღერდა, რომ მე არ ვიცი, გაასაჩივრე და შემდეგ შეგიძლია რომ შედის იმართლე რაღაცნაირად დაიწყოს. ერთი ზოგადი კითხვა მექნება აი მაყურებლისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჯერ არ ყავს მაგალითად მოტოციკლები, მაგრამ დაინტერესებული არის შეძენით, ხო? ანუ აი მაყუჩს ზოგადად, ავტომობილში რა ფუნქციაც აქვს, ვიცით, ხო? სპორტულ ავტომობილებში შეიძლება ცოტა განსხვავებული დატვირთვაც ქონდეს. მოტოციკლეტისთვის აი მაყუჩის მნიშვნელობა რა არის, ასე ვთქვათ. მე როცა მყავდა მოტოციკლეტი გასაღების სამაგრი შევიძინე, სადაც ესე ინგლისურად ეწერა, რომ ხმამაღალი მაყუჩი იცავს სიცოცხლეს, რაღაც ესეთი ფრაზა. ხო, ძალიან ბევრ მაგნებს აწერია. ანუ გაგიგებენ შორიდან, ხო, ანუ ეს რეალურად მითია რეალობა, რა განსხვავების სპეციფიკურად აი მოტოს უშუალოდ რა განსხვავებული სპეციფიკა აქვს მოტოს მაყუჩს, რატო აქვს მნიშვნელობა მას თუ უბრალოდ მანქანის მოტოციკლეთის ნაწილი არის და მეტი არაფერი და არაფერით დატვირთვა არ აქვს. აი რამოდენიმე მხრიდან შევხედოთ, აი ეს loud pipe save lives რაც არის ინგლისურენოვანი გამოთქმა, რომ ხმამაღალი მაყუჩი გადაგარჩენს სიკვდილს, შეუძლებელი არის, რომ ვერ დავეთანხმო, იმიტომ რომ ძალიან აი მე თვითონაც მე რამოდენიმე ორბურბლიანი ტრანსპორტი მყოლია და მყავს ახლაც და მაგალითად სკუტერისგან აი რადიკალურად განსხვავებულად დაცულად ვზნობ თავს, როცა მოტოთი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნელა შეიძლება მივიდიოდე, იმიტომ რომ მაინც სხვანაირი ხმა აქვს, რა თქმა უნდა და განცდა რომ ვიღაცა შეგამჩნევს. რასაც სკუტერზე ვერ ვიტყვით. ფაქტიურად ეს ემოციები ელექტრომოტოციკლეტებზეც იგივეა? ეს ძალიან დიდი თემაა და მან ნუ გადაახვდო შეიძლება გადაცემა არ იყოს. იმიტომ რომ ხო არის ესეთი მითი რა, ანუ რაც უფრო ხმაურიანია, მით უფრო ძლიერი არისო რა და სამწუხაროდ ეს მითი დაიმსხვრა, როცა გამოვიდა ჩინეთი, ახლა მართლ ძალიან წინ წავიდა და რომელ სიმძლავრეზეა საუბარი ელექტროძრავები ზოგადად. ანუ სუპერსკინიც ცნობს ზოგადად მაგას, ანუ აღიარებ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამის გამო ალბათ საშინელ კომენტარს დაწერს ამ ვიდეოს კომენტარების სექციაში, უნდა ვთქვა, რომ ანუ ვინმეს თუ უყვარს სპორტ, როგორც ანუ აჩქარება, ზოგადად სიჩქარე ვინმეს თუ უყვარს, დაჯდეს ნებისმიერ შიდაწვის ძრავის და შესაბამის ზუსტად ამიტომ დავსი მე თვითონ ვარ ელექტრომანქანის ფლობელი და დაწინებიან თავად რამხელა სხვაობა არის. ხა აქ უბრალოდ ჩვენ ცნობიერებაში ეს ჩაბეჭდილი თავიდანვე ძრავის ხმა რო ასოცირდება სიჩქარესთან ეს არის, თუმცა ნუ ხომ შორს აგვიყვანს ეს თემა დაუბრუნდეთ ასეც ვაუბრობთ. ერთი კითხვა მექნება ისეთი ზოგადი, ცოტა აი მაყუჩებსო ჩამოშორდეთ. აი ზოგადად ეხა ხო, აი მე პირადად ყოველდღიურად გადავადგილდები თბილისში ამჯერად ავტომობილით და უფრო და უფრო ასე ვთქვათ დატვირთული ხდება ხო ჩვენი ქალაქი და ასე ვთქვათ ეს ინფრასტრუქტურის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურაზე მაქვს საუბარი, ვერ ეწევა ზოგადად ავტომობილების და ტრანსპორტის მზარდ ასე ვთქვათ ტენდენციებს ქალაქში და ამ კუთხით აი ზოგადად აი მოტო ორბურბლიანი ტრანსპორტირების პოპულარიზაციას რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად აი ამ კუთხით, საგზაო მოძრაობის კუთხით და განვითარების კუთხით? აი ელემენტარული შორიდანაც რო შევხედოთ, ნახავთ რომ დაახლოებით ალბათ თუნდაც ტრანსპორტირების დროს ალბათ 3-4 მოტო თუ დაიკავებს ერთი სრულფასოვანი ავტომობილის სივრცეს კონტეინერში. აი ძალიან მარტივად რო შევხედოთ. გარდა ამისა, ნაკლები გამონაბოლქვი, ნაკლები დანახარჯი ბენზინის ეს არ ვიცი რომელ მხარეს აწყობს და რომელს არ აწყობს, მაგრამ მომხარებლისთვის ფაქტია რომ შეღავათია. გარდა ამისა ის რომ შენ საშუალება გაქვს რომ არა 4 ადამიანის დასაჯდომი ადგილი ატაროთ ყუილად, არამედ უკან ერთი ცალი გზავრის სავარძელი აქვს მხოლოდ მოტოს და რა ვიცი ძალიან მარტივად შეგიძლია რომ მოტოთი გადაადგილდე ისე რომ არ შექმნა საცობი. ჩემთვის ძალიან გაუგებარი არის ეს აუცილებელია რომ ითქვას. ძალიან გაუგებარია ჩემთვის როცა ერთის მხრივ მეუბნები რომ ძველი მანქანების იმპორტი უნდა აიკრძალოს. იმიტომ რომ ეს გამონაბოლქვი და იწვევს საცობს და ასე შემდეგ და მეორე მხრივ ასევე ხელს უშლი სატრანსპორტო კულტურის განვითარებას. მე უბრალოდ ვერ ხვდები თუ არის რამე ისეთი რაც ამას ხსნის, დიდი სიამოვნებით მოვისმენ ამ აზრს, იმიტომ რომ ზოგადად ღია ვარ ყველანაირი კონტრარგუმენტისთვის, უბრალოდ მე მაგალითად ვერ ამოხსენი, როგორ შეიძლება რომ ერთის მხრივ ამიკრძალო ავტომობილის შემოყვანა წლოვანებით და მითხრა რომ ამითი შენ ხელს უწყობ იმას რომ საცობი არ იყოს და მეორე მხრივ მოტოთი ფაქტიურად მიგრძალო გადაადგილებას. თუმცა ეს მოტოებზე არ გავრცელებულა ხო? ანუ წლოვანების მოტოებზე არ საუბარი არ ვიცი რამდენად. მე მგონი როგორც ვიცი არ გავრცელებულა. აქ პრობლემა იცით რა არის კიდევ, ანუ
აი მეც პირადად ეხა მეგობრები მყავს, ვინც ფლობს ორგობლიან ტრანსპორტს და აი განჭვრეტადობის კუთხით ხო კანონი უნდა იყოს განჭვრეტადი და ანუ ესეთი შთაბეჭდილება რჩება მათ შორის სოციალებსაც მოტო ჯგუფებში რო არ გაწევრიანებული და უსმენხობა სხვა პოსტ და ვკითხულობ რომ ზუსტი რეცეპტი არ არის თითქოს ანუ ზუსტად არ იცის ხალხმა რაღაც მოტოციკლეტი რო ყავს და მაგალითად ნიშნულობა რა ქარხნული მაყუთში უყენია თუ არა ქარხნული აი ხა გარეთ რო გავა სამსახურში წავა თუ უბრალოდ საკატაოდ გავა ქალაქში ზუსტად არ იცის ამის გამო პრობლემები შეექმნება თუ არა კანონთან რა და ბევრი პოსტს წავაწყდები ხოლმე ისეც რომ აი სულაც უღებს ფოტო აქვს თავისი მოტოციკლეტის და კითხულობს რომ ან მაყუთშის და აი ამაზე პრობლემა შემექმნება ასევე მსმენია ეგეთი შემთხვევებიც უბრალოდ მე ვერ დავადასტურებ მაგრამ ნუ აი სოციალების მეშვეობით როცა მაღაზიაში ნაყიდ ორგობლიან ტრანსპორტზე ქონდა ზუსტად მაყუთშის პრობლემა. აი ესეთი პრობლემები ხო, ანუ მაღაზიიდან რაც გამოიყვანა რაღაც პერიოდის მერე, ნუ ესეთი პოსტით შემხვდა. აი არის თუ არა ესეთი შემთხვევები რეალურად? ძალიან ხშირია ეგეთი შემთხვევა და მე მგონია რომ ეს დაბნეულობა რაც ახლა არის, სწორედ მაქედან მოდის რომ უბრალოდ ვერ გავიგეთ რა უნდათ, ანუ თუ თქვა სიტყვაზე იმაზეა საუბარი რომ უბრალოდ ვიღაცას არ ვიცი ერთ ადამიანს თუ რაღაც ადამიანების ჯგუფს არ მოწონთ უბრალოდ ორგობლიანი ტრანსპორტი მიიჩნევენ რომ რისკიანი არის და ესე რაღაცა მშობელი რო შვილო ცუდია, ანუ ასეთი რაღაცის აღსრულება თუ ხდება ამ კანონის, ნუ მაშინ ეგეც უნდა ვიცოდეთ, რაც ნუ ძალიან არასერიოზული არის. მეორე მხრივ ვერ ვიგებთ რა ხდება. მაგალითად, თუ იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ მივიჩნევთ, რომ aftermarket წარმოებელი მაგალითად Yoshimura M4 ასე შემდეგ ქარხნულია, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ნუ ამათი გაგებით, ვინც ეს კანონი დაწერა, მხოლოდ ის მაყუთში არის ქარხნული, რომელიც მას გამოყვა, მაგალითად, ჩემ მოტოს გამოყვა ქარხნიდან. აი, ისეთ მოტოებსაც რო აჯარიმებენ, რომელზეც, ანუ ხალხს საერთოდ დასკვნა აქვს ექსპერტის დაწერილი სამხარაული და საქართველოშია ნაყიდი ეს მოტო, ხო? საქართველოში არის ამ ბრენდების Kawasaki-ის ოფიციალური დილერშიპი არის, Yamaha არის და ჩვეულებრივად შეუძლია ადამიანს წავიდეს და სალონიდან ნული გარბენით იყიდოს და როცა აი ასეთი ტიპის მაყუჩებზეც თავს ვერ დავდებ რომ კონკრეტულად ამ ორი მოტოს ამ ორი მაღაზიიდან ნაყიდ იმაზეა ჯარიმაზეა საუბარი, მაგრამ ძალიან ხშირია შემთხვევები ეს ყველაფერი ხო ვიდეოს იღებს ხალხი და ამას დებს. ის დრო აღარ არის რომ ვიღაცა რაღაცას მოყვებოდა და მე გაფრჩებული ტელეფონივით ეს ტრიალებდა ჭორად რა, ანუ ფაქტები არის, დევს ფაქტები. ხალხს მაგალითად, აი რაღაც შორს წავიდე, ჩემი მეგობარს ხონდა ეგეთი შემთხვევა, რომ მაყუთში დააჯარიმეს. ასევე დიდი პრობლემა, რაზეც ხაზი უნდა გაუსვათ, ეს გადაყავთ საჯარიმოზე. და შენ მომხმარებელი ხარ ესეთი რაღაცა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, რომ 10 დღის მერე თუ გინდა რომ შენი მოტო დაიბრუნო და რა ვიცი, მოტოსეზონი არის და მთელი წელი ველოდებით ამათ რომ ისი ამოვნოთ, ხო? ამით ესაა ჩვენი ჰობი, ვიღაცისთვის არ ვიცი, სამსახური, ვიღაცისთვის გართობა, ვიღაცისთვის ტრანსპორტი, ვიღაცისთვის კურიერია და შემოსავლის წყარო. და აი ამ პერიოდში 10 დღით ეს ხო ცალკე უბედურება არის და მერე შენ რო გაასაჩივრო იყო შემთხვევა რომ 2 თვეზე მეტ ხანს გაჩერებულა ეს დანამდვილებით შემიძლია რომ თქვა, ანუ ეს არ არის მოსმენილი ჭორი, ჩემ ერთ-ერთ უახლოეს მეგობარს დაემართა მსგავსი რამ. გაასაჩივრა და დაუბრუნეს ის ჯარიმის თანხა, თუმცა მთელი ამ პერიოდის საჯარიმოზე დგომის თანხა, აი ეს ტრანსპორტირება, რაც მას მოუწია რომ გადაეხადა რომ აი რაღაცა მანქანაზე დადეს და წაიღეს ამისი მოტო. ეს ყველაფერი ჰაერში რჩება და პლუს ის ზარალი, რაც 2 თვის განმავლობაში ადამიანი დარჩა ტრანსპორტის გარეშე. და აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ერთი არის რომ არ ეთანხმებოდე კანონს, მაგრამ აქ კიდევ უფრო უარესი სიტუაცია არის, არ ვიცით კანონი რა არის. ხაღალზე რაღაც წერია და მე აქ მოსვლამდე ძალიან კარგად მომემზადე და ბევრჯერ წავიკითხე ეს კანონი და მე ვერ გავიგე აქ რა წერია. წერია რომ დღის საათები არის განსაზღვრული 11 საათამდე, დილის 8 საათიდან, დანარჩენი არის ღამის საათები. წერია რომ დღის საათებში ღამის საათებში არ უნდა აღემატებოდეს. ყველაფერზეა მე მგონი საერთოდ. ხმაური როგორც მე დამრჩება შთაბეჭდილება, ანუ კიდევ ცალკე ერთ-ერთი კომპონენტია. აი ესეთი ზოგადი კითხვა მექნება, აი თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს, რომ ანუ ზოგადად აი ეს მაყუჩები უნდა იყოს თუ არა რეგულირებული, ხო? იმიტომ რომ ზოგადად ეხლა ტრანსპორტის დარგში რა არის რაღაცის მოწესრიგების მთავარი მიზანი? ეს არ არის მარტო ხმაური, ამ შემთხვევაში ბევრი მარტო აი ხმაურზე აკეთებს აპელირებას. ეკოლოგია, იმიტომ რომ ის მაყუჩი გამონაბოლქვის კუთხითაც რაღაც სტანდარტებში უნდა იჯდეს და ასევე უსაფრთხოება. მეც გადავხედე რაღაც ევროკავშირის რეგულაციებს და იქ ზუსტად ერთ-ერთი რეგულაცია, რომელიც ტექ დათვალიერებას ეხებოდა, ზუსტად ეს ეწერა, რომ მოწმდება გადამის ადგილები, რამდენად ხარისხიანად და მყარად აყენია მაყუჩი. ანუ მე დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ
მე თუ ეხლა მაგალითად ვიყიდე მაღაზიიდან ესა მოტოციკლეტი, რომელიც არ მომწონს, ეხლა ეს მაყუჩი ვიზუალურად და შედარებით იაფასიანი მაყუჩი მოყვება, ეს ქართული მაყუჩი. ხო, წავედი ვიყიდე, მე მაგალითად ძვირადღირებული რაღაც $900 აკრაპოვიჩის მაყუჩი მივიყვანე შესაბამის სახელოსნოში, შესაბამისმა სპეციალისტმა დააყენა ეს მაყუჩი, იდეალურად შეასრულა თავის სამუშაო, ხმას არ შევეხებით, დაუშვათ ხმაც ჯდება დღის განმავლობაში იმ რაღაც ზედა ლიმიტებს. დიდი ბოდიში უნდა პატარა ჩანართი გავაკეთო, რა აუცილებლად ჩაჯდება, იმიტომ რომ მოტოციკლის ძრავი არ მუშაობს ყველა ბრუნზე ერთნაირად და არ გამოსცემს იგივე ხმას. ქალაქში მაგალითად 4000-5000 ბრუნის ქვეშ, ახლა ვისთვისაც ეს ჩინური არის, ანუ მაგალითად აი ძალიან ესე ბავშვის დონეზე რო ვთქვათ, ძალიან გაზს რო არ დააჭირო მანქანაზეც, არ არის ისეთი ხმა. ეს ხმა, ეს ღრიალის ხმა, რაც ყველას გვაწუხებს და მეც ძალიან მაწუხებდა და აგაზავება. ხო, კი, მარტივად ვთქვათ, ეს ხდება მაღალ ბრუნზე. და ნებისმიერ მოტომოყვარულს და ავტომოყვარულს, რომელსაც სპორტული მაყუჩი უყენია, თავისუფლად შეუძლია დღისითაც და ღამითაც იგორაოს ჭყალებში და არავინ არ შეაწუხოს. არც საკუთარი ყური და ჯანმრთელობა დაეზიანოს და არც სხვა შეაწუხოს. ბოდიში კი, აი მაგას ვამბობდი ზუსტად რომ ეს სცენარი ხა რაც ჰიპოთეტური სცენარი აღწერე, მე პირადად ვერ ხედავ პირადად პრობლემას, თუნდაც გქონდეს შეცვლილი, მაგრამ აქ საუბრობ ოფიციალურ მაღაზიაში ოფიციალური მწარმოებლის მიერ გაყიდულ მაყუჩზე, რომელიც მე შევიძინე. თვითნებურად გადაკეთებული უფრო ანუ სიტყვობრივადაც ასე ვთქვათ, მე ესე მგონია რომ არის ხო არის შემთხვევები, როცა ხმის მომატების მიზნით კუსტარულად სახლში შეიძლება დავჭვიდო ეს მაყუჩი ან გადავჭრა ან მე თვითონ დავაყენო და არ იყოს შესაბამისად დაყენებული და იყოს მისი ჩამოვარდნის რისკი, ხო? ან უფრო რაღაც მე ესეც წარმოდგენა მაქვს და არა ის რომ ხო ეხლა წავიდე და თან გასათვალისწინებელია რომ ეს ბევრი არა ქარხნული მაყუჩი ეგრეთ წოდებული ღირს ორჯერ კი არა ალბათ 5ჯერ და 6ჯერ უფრო ძვირი ვიდრე ის რაც მოყვება ანუ ზოგი მაყუჩის ფასი არის $1000-დან ზევით და ბევრმა გადადო მე ეს კი რაღაცნა ესე ნუ ხო ობიექტურად მარტო მოტოზე არ არის საუბარი ეს ხო ავტომობილებზეც არის საუბარი და ძალიან კარგად გვახსოვს სულ რაღაც ცოტა ხნის წინ ხო ანუ რამდენი ხანი რაც მიიღეს სანამ მიიღეს ეს კანონი ძალიან ბევრი მანქანა დადიოდა ზუსტად ესე კუსტარულად გადაჭრილი გამოჭრილი რა თქმა უნდა კატალიზატორის გარეშე იმიტომ რომ კატალიზატორს აბარებდნენ ანუ ჩამოსვლისთანავე მანქანიდან კატალიზატორი იხსნებოდა და ანუ მომენტალურად ხდებოდა უკვე კუსტარულად აწყობილი, ხო? და სწორ შეეხე ეკოლოგიას რა, ანუ აქ არ არის მარტო რა თქმა უნდა. ერთ საკითხს დავამატებ კიდევ რომ არსებობს ესეთი სპეციალური markირება, რომელიც ნებისმიერ ანუ მაგალითად ევროკავშირში თორსტების გაეროს დადგენილი სტანდარტის მიხედვით არის მარკირება და ყველა მაყუჩს, რომელიც ახლა მე მაგალითად არ დავაყენე ფეჩისტრუბიდან ბოდიში არ გამისვის არ გავაკეთე ჩემს გარაჟში, ან რომელიც არის ოფიციალური მწარმოებლის მიერ ამოტვიფრული აქვს შესაბამისი მარკირება. და იმ მარკირებას აქვს მაგალითად E1, E2 რაღაც კოდები შესაბამისი და ეს კოდებიც თავისი რაღაცას ნიშნავს, ასე ვთქვათ. ანუ ნიშნავს, რომ იმ მაყუჩმა გაიარა შესაბამისი ლიცენზირება, ხო? ნებისმიერი ქარხანა რო ავიღოთ რაღაცას რო ვაწარმოებთ, ხო, რაღაცას ვექვემდებარებით, ხო, სტანდარტებს და ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ პატარა ინდუსტრიაზე, ხო? ეხლა აი აკრაპოვიჩი ვახსენეთ მაგალითად რაღაც SC პროჯექტი, ეს ისეთი ბრენდები არის, რომელიც ამ ძირითადად ამ მაყუჩების მიმართულებით არიან საქმიანობით დაკავებული და რეგულაციებს კი 1000 ტესტს გადის ის თითოეული მოდელი ასე ვთქვათ მაყუჩის და მაგიტომ მიკვირს ან ცოტა ეჭვი მეპარება რომ ის მაყუჩი რაიმე საფრთხის მატარებელი იყოს რომელიც შეიძლება ღირდეს ასევე ძალიან ძვირი დაუშვათ და უფრო ჩვენ აღნიშნე ერთი რაღაცა ძალიან საინტერესო რა ანუ მივიდა დააყენა ანუ იყიდა ორიგინალი და მივიდა დააყენა და სად აყენებს ამ მაყურს რა რეალურად ანუ ესეთი კითხვა მაგრამ არსებობს საქართველოში რამე ლიცენზირებული მოდი ეს ვთქვათ სერვის ცენტრი ხო სადაც ანუ რომ დააყენებენ და ამონტაჟებენ თან რაღაც საბუთსაც გამოგიწერენ რომ ყველაფერი ოკეი გა საბუთს სამწუხაროდ მე როგორც ვიცი ერთ-ერთი ესეთი კომპანია ვერ წერს თუმცა ეს ბრენდები რომლების წარმომადგენლობები საქართველოში გვაქვს საბედნიეროდ იმიტომ რომ ვისაც ეს სპორტი უყვარს იმისთვის ბედნიერება არის რომ შენივე ქვეყანაში ხარ ცალკე საუბრის თემა არის ამდენად შეგიძლია ვთქვათ ფინანსურად რომ ამას გაწვდე იმიტომ რომ ნუ რა თქმა უნდა სალონიდან ნული გარბენით ტრანსპორტი ყოველთვის უფრო ძვირია თუმცა ამის ფუფუნება რომ გვაქვს რომ საქართველოში თუნდაც კავასაკის და იამაჰას ცენტრი არის ეს პატარა რაღაცა არ ნიშნავს საკმაოდ დიდი რამ არის მაგრამ გამორიცხული არის რომ ცალკე ამ
თუნდაც ამ ორიდან ერთ-ერთმა დაგიწეროს რაღაც საბუთი, რომ მათ ხო გაცილებით მაღალი კომპეტენცია აქვთ, ვიდრე მემაპატიოთ პროგრამ საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლებს. რა თქმა უნდა, მე პირდაპირ ვიტყვი იმასაც, რომ ისიც ძალიან გამიკვირდა, რომ აი როცა ამ თემებზე საუბარი იყო, რაღაც ინფლუენსერებს დაელაპარაკა, რაღაც შესაბამისი ორგანოები, ვინც ამ კანონს წერდნენ. აი, მაგაზე უნდა მეკითხა. როგორ შეიძლება რომ ინფლუენსერს კითხო, ანუ არავის არ ვაკნინებ, მაგრამ ნუ როგორ შეიძლება რომ ინფლუენსერს კითხო, როცა ამასთან დაკავშირებით 10 წლიანი გამოცდილება არსებობს. ნები არ არის აუცილებელი ჩვენ მარტო დასავლეთით ვიყურებით. შეიძლება ბევრმა ეს არ მოიწონოს. გაიხედონ აღმოსავლეთიდან, რა ვიცი, ჩრდილოეთით არ ვიცი რა ხდება, შეიძლება ძალიან საინტერესო რაღაცები ხდება, მაგრამ შეიძლება იქაც იყოს რაღაც მეეჭვება, მაგრამ შეიძლება იქაც არის რაღაცა სტანდარტი, ხო? ანუ ვიღაცებმა ეს პრობლემები რაღაცნაირად უკვე ხო გადალახეს, მოაგვარეს. აი, იმათი გამოცდილება ხო შეიძლება გაიაზრონ და იმის მიხედვით რაღაცა შუალედური ვარიანტი ან იყოს თავიანთვის სასარგებლო ვარიანტი და მიიღონ. უბრალოდ აი ეს გაუგებრობა ყველაზე დიდი პრობლემა და როცა იმ მარკირებას ეხება საქმე, რაც ხა აღნიშნეთ I1, I2, I3 ეს ციფრები აღნიშნავს ქვეყნებს და მარტო აყუჩებზე არ არის საუბარი, მაგალითად ჩაფხუტს, რომელიც ახლა მიკეთია, ვიზორსაც ხალხი, იმიტომ რომ ეს არ უნდა დაიფშვნას. ყველაფერზე ნაფიქრი არის, მეგობრებო, ჩვენ ამაზე არ უნდა ვინერვიულოთ, ეს გამოცდილება არსებობს. უბრალოდ ამ გამოცდილებას სჭირდება აღება, გააზრება, წაკითხვა და რა ვიცი, ქართულ რეალობაზე მორგება, ამიტომ რომ ვერ ხედავ პრობლემის და ამ სოფლიო ბრენდებთან საუბარი ხო, ანუ ესენი ხო არ ამზადებენ რაღაც ლიცენზიის გარეშე და ანუ მართლა 1000 ტესტი არის გავლილი და ევროკავშირშია დაშვებული და მთელ სოფლიოშია დაშვებული ხო? კი, ძალიან მარტივი არის ამ ინფორმაციის მიღება, ან თუ ამ ინფორმაციის მიღება რთულია, უბრალოდ კონსულტაცია ამ ქვეყნებთან, არ ვიცი, მე მგონი რომ საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას, იმიტომ რომ რა ვიცი, ისეთ ნუ მოკლედ 21 საუკუნე არის და ინფორმაციების პრობლემა არ არის და არ მგონია რომ ჩვენ უნდა გვეკითხოთ, ჯერ ერთი მე ჩემთვის პირადად არავის არ უკითხავს, ან თუ ხარო თორე მე ვიცი რასაც ვეთყოდი, მაგრამ შეუძლებელი არის რომ ის ვინც კანონს წერს ეკითხებოდეს იუტუბერს ან რა ვიცი, ტიკტოკერს რომ რა გავაკეთოთ რა. და რაღაცნაირად ისე მოხდა რომ ამ გაუგებრობას კიდევ უფრო მეტი გაუგებრობა დაემატა. ყველა ჩაერთო ამ გაუგებრობაში. თუმცა ანუ მე იმისკენ ვარ რომ რეგულირება იყოს. მაგრამ ყველა ერთად რეგულირება აუცილებლად უნდა იყოს. არავითარ შემთხვევაში ვისაც სახლში პატარა ბავშვი ყავს, მოხუცი, აუცილებელი ხო არის პატარა ბავშვი ყავს ადამიანს და ძილი. ყველა ადამიანს აქვს ძილის უფლება. თან ეხა ფანჯრები იხსნება ნელ-ნელა. კი, გადახული მოვიდა ფანჯრები გავაკეთე და ნუ რეგულაცია აუცილებელია, უბრალოდ ამას უნდა კონდეს რაღაცა ისეთი ჩარჩოები და კალაპოტი, რომელიღაცა მხარე ესე არ დაისაჯოს და არ აღმოჩნდეს ამის შესაძლებლობა. კი, აი მაგაზე მეც მინდოდა მეთქვა, აი თვალშორის ერთ-ერთი კითხვა მაგაზე მაგ საკითხზე მინდოდა დამესვა, რომ ჩემთვის პირადად ეხლა მიუხედავად იმისა, რომ მე პროფესიით იურისტი ვარ და ძალიან კარგად ვკითხულობ კანონს, ჩემთვისაც კი ცოტა ბუნდოვანება გამოიწვია, იმიტომ რომ გავრცელდა ეს ვიდეოებიც, რომ აი საკანონმდებლო ორგანოში იყო შეხვედრები, ცალკე ანუ მოტოსფეროს ასე ვთქვათ, წარმომადგენლების თან და ავტოსფეროს წარმომადგენლებთან იუთუბერებიც იყვნენ კი ბატონო იქ და ნუ რაღაცა ესე გაჟღერდა მე თუ ვწდები შემისწორე სკინ რომ ანუ რაღაცა მოლაპარაკება შედგა რომ რაღაცა შეიცვალოს ამ კანონში თუმცა რა ვიცი გუშინაც შევამოწმე დღესაც შევამოწმე ამ ეთერში წამოსვლის წინ არანაირი ცვლილება ასე ვთქვათ არ შესულა ამ კანონში ხო და მაინც აი ბოლომდე თან ვერ ამოხსენი ანუ მე ჩემი სუბიექტური აზრია რომ ანუ ჩვენ ანუ იურიდიულად რო შევხედოთ ანუ გვაქვს კანონი მაგრამ კანონის მიღმა აი რაც აღნიშნე მაგალითად გვაქვს სხვა კანონმდებლობაც ხო რაღაც ეგრეთ წოდებული კანონქვემდებარე აქტები ხო ეს შეიძლება იყოს აი მთავრობის დადგენილება ტექნიკური რეგლამენტი და ასე შემდეგ მე ვფიქრობ რომ ეს უფრო რაღაც კანონქვემდებარე დამატებითი კანონმდებლობის მოსაწესრიგებელი საკითხი არის და იმგვარად მოსაწესრიგებელი რომ კითხვები და ბუნდოვანება არ დარჩეს და ზუსტად ვიცოდეთ სიტყვაზე მე რომ სახში მყავს ჩემთვის საყვარელი და სანატრელი ორბორბლიანი ტრანსპორტი შემიძლია თუ არა გავიდე ეს სწორედ ეს არის თავარი პრობლემა ანუ უბრალოდ გითხარით რა გინდათ მე ვილაპარაკოთ იმაზე ჩვენ ეს მოგწონს არ მოგწონს რაში გვიშლის ხელს ზღუდავს თუ არა ჩვენ თავისუფლებას, გვიშლის თუ არა ხელს რომ ყოველდღიური რაღაცა კურიერები ხა ძალიან ბევრი არიან და წარმოიდგინეთ ბევრი ადამიანისთვის მიუხედავად იმისა რომ სკუტერსაც აჯარიმე მე სხვათა ძალიან ხო და აი რა ვიცი აი უნდა ვიცოდეთ უბრალოდ რა უნდა და რა ვიცი როგორ ეცოდინება რა უნდათ მე ჩვენს გავიაზრეთ და სტიმულირება ხო არ ხდება ელექტროტრანსპორტის ამით თქვენი აზრით ვერ გამოვრიცხავთ ვერაფერს სფეროში ცოტა ელექტროტრანსპორტი მეც არ მინდა ხა ჩემი სუბიექტური აზრია უბრალოდ არა ფაქტია რომ ხო კულტურულად ძალიან დიდი ხანი დაჭირდება რომ შიდაწვის ძრავის ხმის მოყარული ადამიანი გადაძდეს ელექტროტრანსპორტზე ხა რა თქმა უნდა საუბარი რა თქმა უნდა რომ ეს 2-4-4-ია თუმცა აი ისევ და ისევ რა პრობლემა ის არ არის რომ რაღაცა კანონი არ მოგწონს და გინდა თუ ვერ ვიგებთ უბრალოდ რა ხდება
ერთი ადამიანი ვჭირდება, ვინც გამოვა და გვეტყვის რა ხდება და როცა იუტუბერებს და ინფლუენსერებს და ტიკტოკერებს შევეხეთ, გული წყდება იმაზე, რომ მაგ განცდა, შეიძლება ვწდები, თუმცა მაქვს განცდა, რომ ეს ადამიანები უბრალოდ ამ ადამიანების დაფარვა, ეს engagement-ი რაც აქვს, რომ ეს ხალხი მათ უსმენს, გამოიყენეს იმაში, რომ გადაევადებინათ რამოდენიმეჯერ, იმიტომ რომ ჯერ იყო, რომ აი ამ სექტემბერს რაღაც არის 3 სექტემბერს თუ რომელიღაც სექტემბერს დაბრუნდებიან და იქნება ახალი კანონი. უი გადაიდო დეკემბრამდე თუ რაღაცა ნოემბრამდე, უი გადაიდო იანვრამდე და აი რა 2020 წლის აპრილი არის და უბრალოდ არ ვიცით რა უნდათ და რა ვიცი გითხარით რა გინდათ და გვეცოდინება რა გინდათ. თუმცა მე ისევ ეს კითხვა მრჩება, რომ პრობლემა აი კითხვას კიდევ ერთხელ რომ მიუბრუნდეთ, ანუ კანონში გვაქვს დღეს აი პრობლემა, აი როგორ ფიქრობ შენ თუ აღსრულების ნაწილში? პირველ ორივე სამწუხაროდ ორივე არის. იმიტომ რომ კანონში პრობლემას ხედავ იმ ხრივ, რომ მართლა რამოდენიმეჯერ წავიკითხე, რომ აქ რომ მოვდიოდი პასუხისგებლობა ვიძენ, იმიტომ რომ ვიცი, რომ ბევრი ჩემი მაყურებელიც ნახავს ამ ვიდეოს და არ მინდა რომ რაღაც ისეთი თქვა, რაც არ შეესაბამება იმ ტექსტს, რაც იქ წერია. მე მაგალითად ამ ტექსტიდან შინაარსი ვერ გამოვიტანე, იმიტომ რომ ვერ ხვდები რას მიგრძალავენ. ეს ერთი. თუ თქვა სიტყვაზე გავაკეთებ ჩემივე სუბიექტურ ინტერპრეტაციას რამოდენიმე ვერსიისას, არც ერთი ვერსია არ მუშაობს, როგორც პატრული აჯარიმებს ხალხს. ანუ არც ერთი ვერსიის შემთხვევაში არ მართლდება, რომ ალბათ ამას გულისხმობდნენ და ამიტომ დამაჯარიმეს. ანუ ვერაფერს ვერ შეესაბამება. წერია, რომ მოდით ჯერ ხმას შევეხოთ. ხმაურიანი უნდა იყოს მაყუთში, საზომი არა აქვს. გადაკეთებული არ უნდა იყოს მაყუთში. გადაკეთებული რას ნიშნავს გაწერილი არაა. ქარხნული უნდა იყოს. ქარხნული არის იოშიმურას და M4-იც. მაგრამ მაინც აჯარიმებენ. მაგრამ მაგას როგორ ამოწმებენ ახლა ეს ქარხნულია თუ არა? აი გუგლავენ. აი ამის ვიდეოები არსებობს, რომ ადამიანი ვისაც აჯარიმებენ უყურებს, რომ პატრული როგორ გუგლავს, რომ ანუ რა და მე აი რა ვიცი, ალბათ მე უკავშირდებიან ცენტრს და იქ ალბათ ეუბნებიან, რომ რა ვიცი რა. ხო შეიძლება 1000-ნაირი ვარიაცია ამოვარდეს ფოტოსის სიტყვაზე, სხვა მაყურებელი. რეალურად ძალიან მარტივია მაგის ნახვა, თუ პრობლემა იმაში არის, რომ თქვათ თვითონ მოტოტრანსპორტის წარმოებლის მიერ მოცემული ვერსია უნდა ეყენოს მაყუთშის. რა ვიცი, ოფიციალურ ვებგვერდზე რო შევიდნენ, იქ ყოველთვის ხატია ხოლმე როგორი უნდა იყოს და ძალიან მარტივია, უბრალოდ ეგეც არასწორია. იმიტომ რომ ეს ყველა მოტოს გაჩერებაზე ხო არ დაიწყე მე Google-ში ამიტომ მე სწორედ მაგას ვამბობ, რომ აუცილებელი არის, რომ სტატი გადაამზადო, სანამ რაღაცას გეგმავ და რაღაცას ნერგავ და ესე რომ ეხა მართლა ეხა იმ ხალხსაც არ ვამტყუნებ, აი მეორეს ხრივ შევხედოთ. პატრულის თანამშრომელი ხარ და გითხრეს, რომ გააჩერეთ და დააჯარიმეთ და არ იცი რა გინდა და ამ ხალხს უნდა აუხსნა, რაღაცა თითქოს შუარგოლი არის ეს პატრულის ეკიპაჟებიც, რომ ეუბნებიან, რომ დააჯარიმეთ, თვითონაც ხვდებიან, რომ არ იციან რაზე აჯარიმებენ ამ ხალხს. და უწევს აი რაღაც 2 ცეცხლს შუა ესე არავის არ ვამართლებ და არავის არ ვამტყუნებ საერთოდ არ მინდა რომ რომელიმე პოზიცია ვიყო და აქ ისე ვისაუბრებ. არა, ჩვენ ზუსტად მაგისთვის ვართ, რომ ჩვენ არ ვართ ასე ვთქვათ კრიტიკულად განწყობილები, უბრალოდ იმ რეალურ ასე ვთქვათ საკითხს გავდივართ, რაც არ ეხება ერთი და ორ ადამიანს, ხო? ანუ ეხება ძალიან ბევრ ადამიანს. და ეს არ არის მარტო მოტო ასე ვთქვათ მფლობელები, არიან ბევრი ავტომფლობელები და მათ შორის სხვათა შორის სპორტული ავტომობილები, რომელსაც არანაკლებია რაოდენობრივად სხვათა შორის. და თანხის, ანუ ბიუჯეტის კუთხითაც არანაკლებ მნიშვნელოვანი სფეროა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ მოტომოყვარულზე ალბათ მინიმუმ 10 ჯერ მეტი ავტომოყვარული არის, ვისაც სპორტული ავტომობილი და შესაბამისი მაყუთში აქვს. მაგრამ რა უნდა გააკეთოს ახლა აი მაგაზე ვფიქრობ რა, ანუ აი არ შეიძლება ხო? რაღაც კონკრეტული ბაიკით სიარული პირობითად ხო? ანუ ვერც გაყიდის ხო? ახლა ვინ იყიდის ესეთ ბაიკს ხო? რომელთაც სიარული არ შეიძლება სახში ხوار დააყენებს. პრობლემა რა არის კიდევ სერგო, რომ მაგალითად მე ვერ ვიშო, მე მყავდა ცოტა ძველი წლოვანების რაღაცეთ კონკრეტული მოდელის ბაიკი და ესე არ იშოვება ეს მაყუთშიც, უცხოეთშიც რო გამოიწერო, ყველაფერს ესე ვერ იშოვი და აი ამ შემთხვევაში რა ხდება? შეიძლება დარჩეს საერთოდ ისე. მე ჩემი გამოსვლება შემიძლია გაგიზიაროთ, როცა ეს ამბები დაიწყო, სამწუხაროდ, ხა ძალიან არ მინდა რომ ამას ვამბობდე, მაგრამ სამწუხაროდ, რაღაც ეგრე ვიყავი თავიდანვე განწყობილი, რომ ესენი ამას თავს ვერ დაადგავენ, კაი ხანი და შევინახე ჩემი სპორტული მაყუთში და გამოვწერე, მე გამიმართლა, იმიტომ რომ ესეთი ტრანსპორტი მყავს, რომლის ქართული ოფიციალური მაყუთშიც იშოვება. eBay-დან გამოვწერე, გავწიე დამატებითი ხარჯი, დაუშნოვდა მოტო, შენელდა, ასე შემდეგ, თუმცა ეს რა თქმა უნდა, რომ არავის პრობლემა არ არის და ჩემი პრობლემა არის და ამას არავის თავს არ მოახვევ და რა ვიცი, ჩემი წარმოდგენით ეს პრობლემა მოგვარდა, მაგრამ აი სწორედ ისევ და ისევ იქ მივდივართ, რომ მოგვარდა ჩემი პრობლემა, ანუ აი ეგ უნდა მეკითხა, არ იცი ზუსტად. ვინ მაძლევს გარანტიას? ეხლა ნამდვილად შემიძლია ტრანსპორტით ვარ აქ მოსული და არ ვიცი როგორ, მაგრამ აქ ამოვიყვანო და თქვენ კამერებში გაჩვენოთ აი ზუსტად ის იმარკირება და ოფიციალურ პეიჯზე გადავამოწმოთ და არსებობს სერვისის მენუალი, სადაც ხატია ნახაზით ზუსტად იგივე, ანუ მისი მიყენია ზუსტად. მაგრამ მე ვინმე მაძლევს გარანტიას, რომ მაინც არ დამაჯარიმებენ, აი ამის განცდა, რომ საერთოდ არ ვიცით რა ხდება. აი ამ პრობლემის მოგვარება უნდა დაიწყოს მაქედან, რომ უნდა გავიგოთ რა უნდათ.
რომ მე მივხვდეთ ჩვენ რისი რა პასუხის გაცემა შეგვიძლია მათთვის და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ რეგულაცია აუცილებელი არის, იმიტომ რომ მართლა აუტანელი გახდა ხა მე თვითონაც მსხვერპლი ვარ ბჭყალებში მაგის ძალიან ხშირად ყოფილა რომ ძალიან შემაწუხებელი არის რა თუნდაც გამით რომ მით უმეტეს ხა დრო გადის ეს ინდუსტრია იხვეწება, ძველი მოდელები ცოტა იაფდება, უფრო მეც აქვს საშუალება რომ შემოიყვანოს, ისიამოვნოს, აუტანელი იყო მართლა. ვთქვათ ეგეც, რომ აუცილებელი იყო რაღაც ტიპის რეგულაცია, მაგრამ აი ესე ნაჯახით უბრალოდ ადგე და შუაში გადაჭრა ეს სფერო. ეგ მეც არ მესმის. ძალიან უხეში ჩარევა არის რა, თორე რეგულაცია აუცილებელი იყო რა, მაგრამ განსაკუთრებით ავტომობილებზე ვფიქრობ, რომ ძალიან იყო აუცილებელი. დაახლოებით 10 წელი არის, რაც მე ჩემი არსებობით, ჩემი არხის არსებობით ვემსახურები მაგას, რომ უსაფრთხოება და ყველა კარგად ვიყოთ და ანუ რა ვიცი, მეც მანდ ვარ ზუსტად, რომ რა თქმა უნდა რომ უნდა დაიხვეწოს, თუ გინდა რომ განვითარდეს ეხლა 10 კაცს რო ყავდა მოტო და სიკვდილიანობა რო იყო ერთი, 100-ის შემთხვევაში რა თქმა უნდა რომ ის პროპორციულად იზრდება, ხო? ესეც სამწუხარო რეალობაა. და ყველა კუთხიდან უნდა შევხედოთ, ანუ მარტო იმ მხრიდან შეხედვა, რომ აი ვიღაცა წუხდება და საერთოდ მოვსპოთ სისულელეა და ჩვენ გართობა გვინდა და იქ ვიღაცა წუხდებოდეს არაუშავს, ეს სისულელე არის და უბრალოდ ყველაზე საწყენი ეს არის, რომ ეს დიალოგი, რომელიც გაუგებარი არის, როდის შედგა, როგორ შედგა დახურულ კარს მიღმა, ვერაფერი ვერ გაიგო, გავიგეთ მარტო ინფორმაცია ეს მესამე პირი მოყოლილით, რომ აი ესე გვითხრეს და ნახოთ რა იქნება. სკინ ჩაგეკითხები, შენ ახსენეთ ეხან ექსპერტის დასკვნა. ეს მეც ბევრჯერ გამიგონია, ასე ვთქვათ, მე უკვე პრაქტიკული кейსი უშუალოდ მე აღარ მქონია, იმიტომ რომ გავყიდე ჩემი მოტოციკლეტი, მაგრამ აი ეს ექსპერტის დასკვნა ხო გამიგია, რომ მიდიან მერე აი როცა მაგალითად გადაიყვანენ საჯარიმოზე მოტოციკლეტს, ანუ არა მარტო ჯარიმას ითვალისწინებს კანონი, ხო, 200 ლარი თუ არ ვწდები, პლუს ანუ გადაყავთ დაცულ სადგომზე. და მე ხდება ამის გასაჩივრების უფლება გვაქვს და ხო, გამიგონია რომ არც შეგიძლია დამოუკიდებელი ექსპერტი მოიწვიო, ეს ექსპერტი ალბათ ადგილზე მიდის და ამოწმებს საჯარიმოზე. რამე პრაქტიკა გვაქვს უკვე ესეთი დადგენილი, ამ როცა მაგალითად ექსპერტმა თქვა რომ ქარხნული არის და ამან იმუშავა ამის საფუძველზე, ან პირიქით მოხდა. აი ისევ და ისევ გადავარდით ხევში და სამწუხაროდ ორივენაირი გამოცდილება არსებობს. ჩემ მეგობარს ქონია შემთხვევა, რომ ექსპერტის დასკვნა აი საკმაოდ ბევრი ფურცელი არის დასურათებული, თავისი ბეჭდით, ოფიციალური საბუთი არის, ეს არ არის ვიღაცის მიერ უბრალოდ დაბეჭდილი პრინტერზე სახლში რაღაც ფურცლები. სამხარაულის დასკვნა, თქვათ. და ეს ამბობს, რომ აი ეს მაყუჩი ამ ასეთი ტიპის გადაბმით, იქ ყველაფერი ფოტო არსებობს. წიგნივით არის, აი პატარა ბუკლეტია. ადამიანს დააქვს, ეხლა მოტოთი ის არ არის, რომ რაღაცა იმაში ჩადო სადღაც უნდა ატარო გულის ჯიბეთი. აი ახლა წიგნი დააქვს ადამიანს და ამის მიუხედავად მაინც აჯარიმებენ. ამის შემთხვევაც ყოფილა. ანუ არის ესეთი ფაქტები, რომ სამხარაულის დასკვნის შემდეგ დააჯარიმეს. არის ესეთი შემთხვევები და სამწუხაროდ არის ესეთი შემთხვევები და ასევე არის შემთხვევები, როცა შეხედავენ, არანაირ საერთოდ არაფერს არ ითხოვენ. ეს ქარხნული არის და მიდიან და აი ისევ და ისევ ვერ ვიგებთ რა ხდება, ანუ როგორ გავიგებთ, როდესაც ანუ იქიდან მხარეს, ანუ არ არის ექსპერტი, რომელიც ჯარიმას წერს, ანუ ამ თემის ექსპერტი არ არის. ჩვენ ცალსახად ხედავთ, რომ ეკიპაჟს, რომელიც პირველი პირია, ვინც შეხებაში არის ჯარიმის დაწერასთან და ამ კანონის დამოუკიდებლობთან ბჭყალებში, ამის შესაძლებლად, ინფორმაცია არ აქვს. ეს არის როგორც განებზე იყო, ზუსტად იგივე თემა იყო რა. ხანდახან მიდგომა არის ხოლმე, რაც მე არ მომწონს ზოგადად ეგ მიდგომა, რომ როცა თუ არ არის დარწმუნებული ან ვერ გაარკვია ზუსტად ასე ვთქვათ, მაყუჩის ქარხნულია თუ არა ქარხნული, გადაყავთ საჯარიმოზე და მიგითებენ რომ შეგიძლია გაასაჩივროთ, თუმცა რაც აღნიშნეს გასაჩივრება საკმაოდ დიდი ტვირთია თვითონ ბაიკერის მხარეს, იმიტომ რომ აქ არ არის მარტო ის რომ ჯარიმას გადაიხდი და გამოიყვან, შეიძლება დაგჭირდეს ექსპერტიზები, ევაკუატორის ხარჯები და 1000 რამ, ხო, თან ალბათ იმ მაყუჩით არც გამოგატანენ ესე რომ დაждდა წამოიყვანო, ხო, ალბათ მაგაზე არის საუბარი რომ უნდა წამოიყვანო ისევ ევაკუატორით, იმიტომ რომ იმით არ უნდა იმოძრაო და შეცვალო და რო შეცვლი მე კიდე უნდა გააკეთო, ხო, ბუნებრივია დასკვნა, თუ მანამდე რაიმე დასკვნა გქონდა. კიდე საუბარი არის რომ ეს დასკვნა თან ახლა დარწმუნებული რომ ეს დასკვნა იმუშავებს. ხო, აი ამაშია პრობლემა რა, რომ აბსოლუტური ბუნდოვანება არის და მე მგონი ვერც ერთ მხარეს ვერ გაუგია რა ხდება რა და ამას ჭირდება ერთხელ დროის დახარჯვა ამაზე, კარგად გააზრება, არ ჭირდება ამას ტიკტოკერები და ინფლუენსერები, უბრალოდ არსებული გამოცდილება აიღონ, წაიკითხონ როგორ არის, შეხედონ, რა ვიცი, ჩავიდნენ, ხო, დადიან ხო, ნახულობენ რა ხდება. თუ მოწონთ, რავი, რომელი ქვეყნისაც მოწონთ, ხა აქ არ არის უკვე იმაზე საუბარი, რომ ის ფუფუნება გქონდეს, რომ ჩვენ ავარჩიოთ. რაღაცა განსაკუთრებული სტანდარტი ხო უნდა არსებობდეს, რომ მე ვიცოდე რა არის, აი, good job. კაია, ოჩა, 5-იანია, თუ რავი, 10-იანებია ახლა, ხო, აი, ხო უნდა ვიცოდეთ რა არის დასაშვები და რა არა, ეს არ ვიცით.
დღეს არსებული აი ამ სიტუაციიდან, რომელიც მეც ვიმედოვნებ, რომ უფრო მოწესრიგდება და ყველასთვის იქნება ცხადი. აი ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ხო? ან დაუშვათ, რომ ხო, არ გვაქვს ასე ვთქვათ, ბოლომდე მოწესრიგებული ეს მდგომარეობა. აი რა არჩევების მიცემა შეიძლება ეხლა დღეს, როგორც ავტომობილის მფლობელებისთვის, რომელსაც ეჭვებარება თავიანთ მაყუჩებში, ისე მოტოციკლეტების მფლობელებისთვის, აი პრაქტიკული რჩევა რა შეიძლება გავითვალისწინოთ ასე. ანუ ძალიან გამიჭირდება რომ ვიღაცას ურჩიო რაღაც რეცეპტი რომელიც იმუშავებს, იმიტომ რომ ისევ და ისევ არ ვიცით რა მუშაობს, მაგრამ მე რა ვქენი, ერთადერთი ჩემი გამოცდილება შემიძლია კიდევ ერთხელ გავიმეორო, თუ იმ ბუნდოვანებაში რომ თურმე ქართული მაყუჩია საჭირო, უბრალოდ წავედი და გამიმართლა ვიშოვე ჩემი მაყუჩი და დავაყენე და მოვიაზრებ რომ ეს შეიძლება მისაღები იყოს და ემთხვეოდეს იმასაც კანონში წერია. თუმცა დარწმუნებული არ ვარ. და რა ვიცი, თუ ვინმეს ამ ყველაფრის მერე რაც ეხლა ხდება კიდე ღამე გაზაობა და ხმაური ქუჩაში და ის კიდე შეუძლია და ამას რისკავს, დიდი ალბათობით ეს ავტომატურად უკვე რისკ ფაქტორია, ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩასაფრებულები არიან ყველგან და არ ვიცი, ვერც იმას ხვდები რა კრიტერიუმით არჩევენ და აჯარიმონ და ვინ არა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არაქართულ მაყუჩიანი, ხმაურიანი ძღოლი მე თვითონ შემიჩნევია და ზოგჯერ გონია ხოლმე რომ ეს არ ვიცი, პირად კონტაქტებზე გადის თუ არა. ისე აი აუდიტორიასაც რო უთხრათ, ანუ ამ შემთხვევაში მხოლოდ ჯარიმა არ არის, ხო? ანუ ჯარიმა და გადაყვანაა. კი, აუცილებლად გადაყვანა არის. მანქანისაც და ავტომობილისაც და მანქანისაც და ავტომობილისაც ყოფილა შემთხვევა, რომ ხალხი გასვენებაში მიდიოდნენ და დასავლეთისკენ გზაზე ჩამოსვეს სამი ადამიანი ჩემოდნებით დაყარეს მართლა ოღონდ, ანუ უცხოს არ მოსვლია ესეთი რაღაც რა. და რა ვიცი, აი ესეთი სიტუაციის მერე და ესეთი შემთხვევების მერე, როცა ეს რაღაცებს ვიგებთ, უკვე ძალიან რთული არის, რომ შენ რაღაც დასკვნა გააკეთო და მერე პასუხისგებლობა აიღო თავზე, რომ ვიღაცას ურჩიო, რომ მოდი აი შენ ესე ქენი და ეს იმუშავებს, იმიტომ რომ უბრალოდ რეცეპტი არ გვაქვს. რა კონკრეტულ რჩევას ვერ ვაძლევთ ახლა, ხო? ანუ მათ შორის სამხარაულშიც რო წავიდეს და ექსპერტიზა გააკეთოს, ну როგორც ახლა შენი თქვით, ზარალია დროის, თანხის, დისკომფორტის მომტანია, მაგრამ აი მე გარანტია არ აქვს. გარანტია არ გაქვს და მე ალბათ ესე მე რო ვიყო ყველა, ანუ მე რას ვიზავდი, რომ მე მქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ მე შემეძლოს მოვიქცე ყველას მაგივრად არის, რომ გავაკეთებდი დასკვნას, ან უბრალოდ ვივლიდი როგორც დავდივარ და თუ დამაჯარიმებდნენ, აუცილებლად ვიჩივლებდი, იმიტომ რომ მანამდეც გასაჩივრებამდეც შეგიძლია, რომ უკვე გადაყვანილ მოტოზე მე ხო იმას ხალხს ვეღარ მოვკიდებ, ჩემთან გარაში აღარ მყავს. იქვე შემიძლია სამხარაულის ან რა გავაკეთო დასკვნა და ამ დასკვნით მე უკვე გავასაჩივრო ეს ჯარიმა. რა თქმა უნდა, მე მაინც კარგავ დროს, რა ვიცი, ჩვენ ნახევარზე 2 თვეზე მეტი შეიძლება გამეწელოს, რომ ტრანსპორტად ვიყო, თუმცა არის შემთხვევები, როცა აი მოიგო ესეთმა გამსაჩივრებელმა და ალბათ ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ უბრალოდ ყველამ, ვისაც ესეთი პრობლემა შეექმნა, გაასაჩივროს. და ანუ სადღაც მე ეს პრობლემა მოიქცეს ვერ ვაკეთებ მოკლედ. მეც ზოგადად ჩემი რჩევა ეს იქნება, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მოწესრიგებულები ვიყოთ, მათ შორის ანუ ბაიკერებიც, თუნდაც ეკიპირების კუთხით და მოტოციკლებიც ჰქონდეს მოწესრიგებული, ეს ალბათ ზოგადად ნაკლებად ყურადღების მიმცევი არის ყოველთვის და ხო რა, ერთგვარი რაღაცა ამის პრევენცია ვერ იქნება ნამდვილად, მაგრამ ზოგადად ზედმეტი ყურადღების მიქცევის სამართალდამცავების მხრიდან და ისედაც საკუთარი თავისთვის არის მნიშვნელოვანი და საკუთარი უსაფრთხოებისთვის და ანუ თან ეს იმიტომ ვთქვი, რომ ხშირია ხოლმე რატომღაც აი ისე სოციალურ ქსელში ჯგუფებში მსგავსი პოსტები იწერება, როცა აი ხდება არ ვიცი, მაყუჩის გამო თუ სხვა შესაძლო დარღვევის გამო გაქცევა საპატრულო ეკიპაჟისგან რა და ეს დიდი პრობლემა არის და თორა და სქინი მინდა რომ ანუ ამ კუთხით რაღაცა რჩევა ხო რა ვიცი მეგობრებო, ანუ მე მგონი მაინც ჯობია რომ ნურსად გავიქცევით, იმიტომ რომ გაქცევაში ხა მოტოს დაკარგვის მაგივრად სიცოცხლე და კიდური და ჯანმრთელობა დავკარგოთ, რა ვიცი, მე მგონი სასტორზე ამ ორი რაღაცის დადება აბსოლუტურად არ ღირს და არც იმას ვემხრობი, რომ თქვა აი ნომრის გარეშე ვიმოძრავოთ და ნუ ეს სიგიჟე არის, იმიტომ რომ ქალაქში გადადის უკვე და რაღაც ანარქიაა და არაადეკვატურია, მაგრამ როგორი არის, რომ გიწესებდნენ ისეთ წესს, რომელსაც თავი დაბოლო არ აქვს და გიწევდეს, რომ რაღაცა დაემორჩილო და მოერგო და არ ვერც იმ აგრესიას გავამტყუნებ, თუმცა მე მაინც გონია, რომ არ ვიცი, ასაკით პატარაც არ ვარ, ხა იმ საკში მე არ ვარ, რომ რაღაცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა ჩემი კონტენტი სულ ეხება უსაფრთხოებას რა ვიცი, ურთიერთპატივისცემას და რაღაც ახლის სწავლას, რომ ეს კულტურა განვითარდეს და როგორ ვავითარებთ ამ კულტურას პოლიციის გაქცევით სამწუხაროდ ვერ განვითარდება, იმიტომ რომ ეს უფრო მეტი აგრესიის და უფრო ამ ტრობის, უფრო გაღიზიანების და იმის წინაპირობა იქნება რა. ალბათ, რა ვიცი, თუ სამართალზეა საუბარი, სამართლებრივად მიდგომაზეა საუბარი, ყველამ უნდა გაასაჩივროს.
აბსოლუტურად ყველა მithlis რომ მართალია, უნდა გაასაჭიროს, სამწუხაროდ დახარჯოს ეს დრო და ფული იმაზე, რომ იმდენი кейსი დაგროვდეს, რომ ბოლოს ვიღაცას მოხდეს ეს თვალში, ვისაც საჭიროა და თქვან რომ რა ხდება, რაღაცა პრობლემა არის რა. ეს გარკვეული ინიციატივები ხო არ ყოფილა, რომ პირობითად ამაზე თუნდაც საკანონმდებლო ორგანოს მივმართოთ რა, ანუ აი ხა საკმაოდ ბევრია, დიდი საზოგადოება, დიდი community ხართ ძალიან რა და ანუ ყოფილა ესეთი ინიციატივა. აი როგორც ჩვენ ნახეთ, იყვნენ რაღაცა ჯგუფები, რომლებიც მე არ ვიცი რა კრიტერიუმით შეირჩა, უბრალოდ მე იქ არ ყოფილვარ და ვერ მოვხვდი თუ არ მოვხვდი, არ ვიცი, მაგრამ მე სამწუხაროდ არავისთან ამაზე დიალოგი არ მქონია, თუმცა აი იუტუბერები რო ვახსენეთ, რაღაცა რაოდენობა ადამიანების, ვისაც ეს გავლენა მაყურებელზე და მოტო ავტომოყვარულებზე აქვთ, შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლებს. და აი რა ვიცი, შედეგად მივიღეთ რამოდენიმეჯერ გადავადებული კანონი, რომელიც დღემდე გაუგებარია. რა ვიცი, თუ ვინმეს ჩემი აზრი რამეში დააინტერესებს, მე აქ უკვე მე მგონი ყველაფერი ვთქვი და ძალიან გამიჭირდება რომ კიდე რამე დავამატო, თუმცა სასწრაფოდ არის ამის რაღაცა კალაპოტში მოქცევა, საჭირო რომ კიდე ისევ და ისევ რომ ვიცოდეთ უბრალოდ რა ხდება. აქ არ არის მარტო ის რომ კანონი არასწორად აღსრულდება. აქ საუბარი არის იმაზე, რომ კანონი არ წერია ფაქტიურად. აი სადღე გრძელობს უფრო გავს ეს ვიდრე კანონს, იმიტომ რომ რაღაც გაბნეული ჩარჩოებია რა და რეალურ სურათს ვერ ვიღებთ. ანუ მყავს მოტო, აყენია ქართული მაყუჩი და ისევ გარანტია არ მაქვს, რომ დამაჯარიმებენ თუ არა და ეს რითი შეიძლება უბრალოდ რო ახსნა. გარდა იმისა, რომ მიკერძოებულად უბრალოდ ვიღაცებს ალბათ არჩევენ, არ ვიცი. ნუ იმედი მაქვს, რომ აი ჩვენი პოდკასტით რაღაც გარკვეულწილად იმპულსი იქნება, თუნდაც ანუ საკანონმდებლო ორგანოებისთვისაც რა. იმედია. დავით. მე მგონი შეგვიძლია ფანტასტიკური რა, ანუ ძალიან საინტერესო, ფანტასტიკური პოდკასტი გამოგვივიდა. სუპერსკინი, ძალიან დიდი მადლობა შენ მონაწილეობისთვის. მე ერთადერთი რა ვიცი, თუ მიმართავ რამენაირად აი ახალ დამწყებ მაგალითად ბაიკერებს რა, იმიტომ რომ მე წავაწყდი შენს არხზე, ასე ვთქვათ, რომელიც სადაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი, ასე ვთქვათ, აუდიტორია ყავს, ხო? ძალიან ბევრი რჩევა გაქვს, ხო? ანუ ძალიან ბევრი რაღაც ესე საინტერესო კონტენტი გაქვს, რაც უსაფრთხოებას უკავშირდება, ხო? და ნუ ბაიკი მაინც რაღაცნაირად ასოცირდება, მაინც უფრო აი ახალგაზრდა ადამიანებთან, ხო? რომელსაც რაღაც აი არ ვიცი ეს ადრენალინი უნდათ, ხო? აი მათ რომ მიმართო, თუნდაც ანუ რამე ესეთი რჩევა რომ ისე, რა გაითვალისწინონ? ვინც ქუჩაში აპირებთ სიარულს და როგორც სპორტს ამას არ უყურებთ და დარწმუნებული ვარ 99% ესე არის საქართველოში, უბრალოდ გაუხსნილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ყველაფრის ხარჯზე რა ასაკშიც არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი არის, რომ დარჩეს ცოცხალი და იყოს ჯანმრთელი, იმიტომ რომ ჩვენს უკან დგას ჩვენი ოჯახები, რა ვიცი, მთავარი ოჯახები და მე შექმნილი ოჯახები, თავისი შვილებით და ასე შემდეგ და ერთი ეს და ვინც ოდნავ მაინც დაინტერესებული არის, რომ ამ სფეროს შეხედოს როგორც სპორტს, აგერ ქალაქიდან რამოდენიმე კილომეტრში გვაქვს რუსთავის ავტოდრომი და მობრძანდით, ისე ამოვნეთ, რა ვიცი, გამოუშვით ეს ბოლი იქ და დარწმუნებული ვარ, რომ მე უკვე ქალაქში საერთოდ სხვანაირად შეხედავთ სიარულს და საერთოდ აღარ მოგინდებათ იმის კეთება, რაც იქ ხდება. იმიტომ რომ აი ეს რო ქალაქში გონია, რომ მე მგონი ჩქარა დავდივარ, სინამდვილეში სასაცილო არის იმ გადასახედიდან, რასაც რაიდერები ტრეკზე აკეთებენ რა. საუბარი არის აი რუსთავის ავტოდრომზე და რა ვიცი, ვისაც ჩქარა სიარული უნდა და რაღაცა მართლა ეს სისხლი უდუღდა, ეს ადრენალინი აწუხებს. ანუ ეს ქალაქში დაუშვებელია მართლა. ნუ, ბუნებრივია, კი, ბევრი იტყვის ახლა რომ მოტომაგისტვის ვიყიდე რომ ჩქარავია, რომ მაგრამ ნუ რა ვიცი. თუმცა ქალაქში არის შეზღუდვა სიჩქარის. რა თქმა უნდა და მოგწონს ეს ჩვენ თუ არა და უხდება ეს ფორმატ თუ არა, უნდა დავემორჩილოთ ამას, იმიტომ რომ ეს არ არის გათვლილი მარტო ჩემზე, ან თქვენზე. გათვლილი არის ყველაზე, იმიტომ რომ რა ვიცი, აბა იმ ოჯახებს კითხეთ, ვისაც შვილი დაეღუპა, ან მეუღლე დაეღუპა მოტო საგზაო შემთხვევით. ან იმას ვისი ოჯახის წევრის დაიღუპა, როცა დაეჯახნენ ამ მოტოთ. ხო და რა ვიცი, ეს უნდა გვახსოვდეს სულ ამ სასწორზე რა დევს. და რა ვიცი, მესმის რომ ეხლა დღეს შეიძლება ბევრს არ ქონდეს ამის საშუალება, რომ ესე დისნეილენდი ჩავიდეს და გაერთოს, მაგრამ მართლა გულით ვისაც უნდა, არ არის ისეთი წარმოუდგენელი არც ტარიფი და არც გარემო იქ, რომ ვერ ჩავიდეს და ეს ბოლო კაი ტრასებია. სპორტული მოტოები განსაკუთრებით იწარმოება ტრეკისთვის და ვისაც ძალიან ჩქარა სიარული უნდა, საბედნიეროდ გვაქვს ტრეკი. აი ეს არის ჩემი რჩევა. მოკლედ აი ეს პოზიტიურ ნოტაზე დღევანდელ პოდკასტს ფაქტიურად ვასრულებთ. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს ჩვენი თანაწამყვანი დავით ყურაშვილი და სუპერსკინი ჩვენი სტუმარი, რომელთან ერთად ძალიან საინტერესო რჩევებიც მივიღეთ, ძალიან საინტერესო ექსპერტიზაც გავაჟღერეთ, აი როგორც სამართლებრივი, ისე რაღაც კულტურულიც რა და მოკლედ დაგემშვიდობებით უკვე სამშაბათამდე. ეს იყო Business Space-ი, მე გახლავართ სერგო ავსეჯანიშვილი და სამშაბათს შევხვდებით ისევ საინტერესო პოდკასტში.